მზე ციხო და სხვა ციხო თუ არ ეციხო ცაციხო ციხო არული მეგონა ის კი თურმე არიხო ველოდები რაღაცა ციხო არული მგონია ის კი ერთხელ მოფრინდება როგორც თეთრი თოვლია თუ მოფრინდა მერე დინდა დაიჯერე აღარ გაფრინდება სულ შენია მერე თუ მოფრინდა მერე დინდა დაიჯერე აღარ გაფრინდება სულ შენია მერე მზე ციხო და სხვა ციხო ციხო არული აქ იყო იქნება არ იყო და თუ იყო რა იყო ველოდები რაღაცა ციხო არული მგონია ის კი ერთხელ მოფრინდება როგორც თეთრი თოვლია აი ესეთი არაჩვეულებრივი განწყობით დაგიბრუნდით ინგა ბერაძესთან ერთად უშვენიერესი ქალბატონი მომღერალი გვესტუმრა შვილთან ერთად გიგი გეგელაშვილი მუსიკოსი და ძალიან დიდი მადლობა რომ აი ესე საახალწლო განწყობით შემოგვიერთდით და გვილამაზებთ სტუდიას. რა თქმა უნდა, ეს სიმღერა არ დაიჯერო, არის მართლაც რაღაც განსხვავებულად თბილი და პოზიტიური. მადლობა ამისთვის და მოდით საუბარი დავიწყოთ ამ სიმღერით, ხო? იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ავტორი იყავთ. ზოგადად აი ამ სიმღერამ რა მოიტანა თქვენს ცხოვრებაში და შემდეგ უკვე ახალი წელი, საახალწლო კონცერტები, თქვენი სტუდია, თქვენი დუეტი, ანუ სასაუბრო ძალიან ბევრია და ფიქრობ რომ ყველაფერს მოვასწრებთ. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ნინო, ძალიან გაგვიხარდა თქვენთან სტუმრობა. მადლობა. პირველად ვართ ამ შესანიშნავ სტუდიაში, მართლა ულამაზესი აქ. ულამაზესი და ძალიან კარგი სტუდია გაქვთ და მყუდრო და რაღაც ძალიან ისეთი დიდი მადლობა. შინაურული ატმოსფერო არის ძალიან კარგი. წინა საახალწლოა ნამდვილად და ეს სიმღერა შევარჩიე, იმიტომ რომ ერთი მართლა მეც ძალიან მომწონს, ეს არის ქალბატონი ნანა ჭანტურიას სიმღერა, ტექსტიც მას ეკუთვნის და არის ხათაშორის სამთაცხვიტავას რეპერტუარში შედის ეს სიმღერა და იმდენად მომეწონა რომ აი გადავწყვიტე ამ წინა საახალწლოდ რაღაცა ისეთი მხიარული განწყობა არის პოზიტიური და ჩავწერე მეც ეს სიმღერა. ჩვენი და თქვენ ხმის ტემპს ძალიან უხდათ. კი, მეუბნებია ხათაშორის ძალიან მოგიხდა ეს სიმღერა. ძალიან ხასიათში მღერისთან და ზოგადად აი ეხა ეს ჩანაწერი იყო და ცოცხლადაც მოუწია კონცერტებზე, სხვადასხვა კონცერტებზე სიმღერა და ძალიან კარგად გავიდა ვიძახის თვითონ. დიახ და აი შვილი ჩაერთო საუბარში და ზოგადად ამას უკვე ვეღარ გავაჩერე და არც უნდა გავაჩეროთ და როდესაც დუეტი მოდის და მით უმეტეს დედაშვილი საინტერესოა. ერთია რომ დარწმუნებული ვარ შეხმატკილებული დუეტია და ეს ჩანს, მაგრამ ეს მაინტერესებს რომ ანუ მუშაობის პროცესი როგორია თქვენი. გიგი რა სიტყვი, რომელი უფრო მკაცრი ხართ? და მოთხოვნი. აი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა ესე იტყოდა, ვიცი, ანუ ინგათulis რომ მე ვარ მკაცრი. სინამდვილეში სიმკაცრეზე არ არის, ჩემი თავის მიმართად ძალიან მომთხოვნი ვარ, ანუ საკუთარი თავზეც საკმაოდ ხშირად ანუ მაქსიმალისტია მართლა ძალიან და თუ რაღაცას ვაკეთებთ, უნდა გაკეთდეს მართლა ისე გულით და იმითი რომ აი რაღაცა იმაზე არ იყო რომ დროზე ჩავამთავრო ჩემი ნომერი და წავიდე სახლში. ძალიან ბევრი არის სამწუხარო დღევანდელ დღეს დადგა ესეთი დრო რომ პირობითად სადღაც შეკვეთით უწევთ წასვლა თუ რაღაცა რომ აი საათზე იყურებიან ან პირველი მე გამიშვი ეს ძალიან მაგარი ის არის სქემა იმიტომ რომ სადღაც 40 მონაწილე თუ არის 30 მონაწილე თუ არის ძალიან უჩქარობს სხვაგანაც მაგვიანებს შეიძლება არც აგვიანდებოდეს მაგრამ ჩქარობს რა ესე ვთქვათ რა ხო და ძალიან მნიშვნელოვანი არის მანდ რა რომ ჩვენ გვიწევს
ძალიან დიდი საპასუხისმგებლო საქმე გვაქვს. გვიწევს ხალხთან შეხვედრა, გვიწევს მსმენელთან შეხვედრა, მსმენელი, რომელმაც ამ ბილეთი შეიძინა, ან თუნდაც დაპატიჟებულია, მაგრამ გამოყო ამისთვის დრო, რომ ჩვენ და სხვა არტისტებს მოусმინოს, ხო? შესაბამისად, ძალიან მთელი ცხოვრება გამყვება ერთი მომენტი. დედაჩემს ყავდა საოცარი პედაგოგი ციცინო ციცკიშვილი. სასახლეში კი. ხო, სასახლეში, სადაც ქალბატონ ციცინოს აქვს ციცინო დეიდას, როგორც ინდას უყვარს თქმა. გონდა ესეთი რაღაცა, ნათქვამი, რომ სამი კაციც რომ იჯდეს დარბაზში, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, იმიტომ რომ ის სამი კაცი შენთვის არის მოსული. კი ბატონო, როგორც მსახიობის სცენაზე რო გადის, ერთი რომც იყოს მაყურებელი, მსახიობმა უნდა ითამაშოს და აი სცენა ახსენეთ და ზოგადად როდესაც დუეტზე ვსაუბრობთ, ხო? რა თქმა უნდა, დუეტი უნდა იყოს, მოდით ასე ვთქვათ, შეხმატკილებული თავიდან ბოლომდე. მაგრამ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აქვს ქალბატონო ინგა შვილთან ერთად მსმენელის წინაშე? აი შვილთან ერთად კიდევ სხვა დედა-შვილის და საერთოდ საოჯახო დუეტი და აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მით უმეტეს ჩვენ დავიწყეთ აი ეს პირველი ჩვენი დუეტი შედგა მაშინ, როდესაც გიგი იყო 4 წლის წარმოიდგინეთ. მე მგონი ერთ-ერთი დედაშვილის ერთ-ერთი პირველი დუეტი. ერთ-ერთი პირველი, ხო, სცენაზე გამოჩნდა ერთ-ერთი პირველი დუეტი ჩვენი სახით და გიგი იყო მაშინ 4 წლის, საახალწლო, აი ზუსტად ეს პერიოდი იყო, საახალწლო გადაცემისთვის იყო ჩაწერა ბერიკონში და აი იქ ვიმღერეთ პირველი სიმღერა, ჩემი მეუღლის პირველი სიმღერა და ნერვიულობდი. მე ნერვიულობდი, ნუ რა თქმა უნდა, ხა ეს არ ნერვიულობდა, მაგრამ ეს თამაშობდა იქ. და ერთობოდა ხო. რაც ამას უყურეთ განათლებს რაღაცა და სხვა ატმოსფეროში ვიყავი. ხო, მაგრამ მე ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა მე პირადად. და აი მეორე ხმას უკვე იქედან მღეროდა ჩემთან ერთად, აი შეხმატკბილობაზე გამახსენდა, რომ აუცილებელია დუეტში ესა და ჯერ კიდევ პატარა იყო, რომ აი ესე პროფესიონალურს ვერ იტყვი ასეთ ასაკში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან შთამბეჭდავად მომყვებოდა მეორე ხმაში გიგი, ჯერ კიდევ აი 4 წლის რომ იყო მაშინ და მას შემდეგ უკვე გაიზარდა ტემბრიც ჩამოუყალიბდა ხო თავისთავად და ჩვენი ტემბრები ძალიან უხდება ერთმანეთს, აი ახლაც რომ ღერით ერთად ხო დუეტში. სასიამოვნო მუსიკა. კი, აი შეხმატკბილებულად მღერით მართლა და აი ერთმანეთის ისე გვესმის, აი არ ვიცი, აი თვალით შეგვიძლია ესე გადავხედოთ ერთმანეთს და უკვე ვიცით რა გვინდა. ამას რა თქმა უნდა მსმენელი და მსმენელის ყური ამას ძალიან კარგად გრძნობს და ამასობაში ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ანუ თქვენ აქტიურად, ანუ გახართ სცენაზე აქტიურად და ეხა რეგიონები, ხო? რეგიონების თემა, ანუ საახალწლო ახალ წელს მინდა დავუბრუნდე, რა თქმა უნდა დატვირთვა არის დიდი. მაინტერესებს ახალ წელს სათხვდებით სცენაზე ხო არა ვიცი რომ რეგიონებშია გასვლით კონცერტები? მარტო დუეტი არა? არა. ჩვენ ეხლა სხვათა შორის რეგიონებში ვიარეთ ცალ-ცალკე. გიგი თავის ბენდთან ერთად გობლინები არის ასეთი ბენდი და მე ცალკე, როგორც ცალკე მომღერალი სოლისტი, სხვა ჯგუფებთან და სხვა არტისტებთან მომღერლებთან. ერთად დუეტი არ შევხედრიო სხვათა შორის ხო არც წინა წელს მაგრამ აი ხა დავუშვათ ორივეს გიწევთ ახალი წლის შეხვედრა სცენაზე. მე უკვე არა, მე დავამთავრე უკვე ქვემო ქართლის რეგიონებში ვიარეთ, ჩვენ და ჩავატარეთ 4 კონცერტი. უკვე დასრულდა ეს ჩვენი ისა წინა საახალწლო კონცერტები და გიგი აგრძელებს და მე იმაში საგურო ბოდიში იქ გამოვიწყდა. გუდაურში მიწევს. მე ვიცი, გუდაურში უწევს 31-ის ღამეს. ეს გიგი თქვენ გუდაურში სცენაზე იდგებით ახალ წელს და ძალიან სასიამოვნო. არ არის სასიამოვნო. ბატონო მე ხა ნახეთ ოჯახთან უნდა არა მესრა ხო. უკვე მე რამდენი წელია აი ანუ აი ეს რის თქვა მინდა ხო და ეხლა ნახეთ რა ხდება ანუ ისინი ცალკე ვერ ახერხებენ იმიტომ პატარა ყავს მეორე შვილი ძალიან და იმაში არ გვინდა იმიტომ რომ სიტუაცია სხვა იქ აბსოლუტურად ანუ რო ხდებოდეთ ესე ვთქვათ რომ სხვა იყოს არტისტი სხვა გამოდიოდეს და მე არ მინდა რომ მე მიწევდეს სიმღერა მთელი დატვირთვა იქ მქონდეს და ჩემი ოჯახი რაღაცა იქიდან გვერდზე იჯდეს და ნახეთ რა ხდება ანუ ჩვენთვის ჩვენი ოჯახისთვის ჯერ კიდევ ჩემი პატარაობიდანვე ახალი წელი
იყო სხვა დატვირთვის მატარებელი, ანუ ჩემთვის პირადად და ჩემ დაბადების დღეზე მეტად ბედნიერი იყო ახალი წელი ყოველთვის, იმიტომ რომ მე და მამა ჩემი გავდიოდით გარეთ მე ესე შემოვდიოდით, ვაკაკუნებდით კარებზე, დედაჩემი ვინ მოდის, ახალი წელი რა მოგავს. მეკვლეთი და ყველაფერი და მე ის ქვევით საჩუქარი და უკვე მე რამდენი წელია, როცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ოჯახთან ერთად ვერ ვხვდები, მაგრამ ალბათ თავის დროზე ეს პერიოდიც ეხლა შეიძლება ესეა საჭირო, მაგრამ თავის დროზე სადღაც მომიწევს ახალ წელს ღონისძიებაზე უარის თქმა, იმიტომ რომ გაცილებით მნიშვნელოვანი არის ის რომ საკუთარ ოჯახთან ერთად მე ჩავთვალე რომ თქვენი ოჯახიც იქ თქვენთან ერთად იქნება. არა, სამწუხაროდ არა. კარგით. ბედნიერი ახალი წელი რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა იყოთ და ეხლა მაინტერესებს ქალბატონო ინგა სახში ხვდებით ახალ წელს? მე კი. ხო და აი თქვენ რაღაც განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ? აი ეს ტრადიცია უკვე და ოჯახ ყველაზე კარგი ტრადიცია. კი, მაგრამ რაც სუფრაზე დავუშვათ, ნუ გოზინაყი. კი, მაგრამ აი თქვენი გამორჩეული კერძი არის რომელიმე? რომელსაც თქვენ ყველაზე გემრიელა და კერძი ვიცოთ. არა, მეც ასე ვარ ასე რომ მარკვის ხო, მაგრამ მაგალითად სალათებს ძალიან გემრიელა. სალათებს კი, გეთახმებით, სალათები მართლა ძალიან მიყვარს და ყოველთვის სალათებია ჩვენ სუფრაზე, მაგრამ ახლა ვარ, ნუ როგორც უმრავლესობა მართლმადი და არა, უბრალოდ მარხვაზე ვარ მე ხო და ხო, ამიტომ სამარხო სუფრა გვექნება. ზოგადად არ მიყვარს ახლა მართლა გადამეტებული ეს ყველაფერი და ისედაც მარტო ხვდებით მე და ჩემი მეუღლე და ცოტა განწყობაც ისეთი არა გვაქვს ახლა. ნუ ერთმანეთს განწყობა აუცილებლად. არა, გვექნება რა თქმა უნდა, კი. ნინო შეიძლება ვთქვა, პირდაპირ უნდა ვთქვა რა. იძლევა. ეს ქალბატონი გაჩენილია თავიდან ბოლომდე სცენისთვის. დაბადებული არის სცენისთვის, ანუ არ საჭმელები, არ ეგეთი რაღაცები. 31-ში სახში ვარ და არა ხوار გაცვლით როლებს დედა ბავშვი ხდავში. ხო, ისე არის. მე მგონი ხო, პირიქით უფრო, იმიტომ რომ ინგა ოღონდ სცენაზე იყოს და მე ოღონდ სახში ვიყო ჩემ ცოლ-შვილთან ერთად. ეს კითხვა რომ კი არა და რომ აღნიშნა ძალიან სასიამოვნოა თქო, ანუ მთელი ჩემი ეს ახალგაზრდობის მყაწველ-ქალობის პერიოდი მიწევდა ხოლმე ტელევიზიაში ახალ წელს შეხვედრა. ვიცით, სხვათა შორის ძალიან სიამოვნებდა. არ ვიცი ახლა, ნუ რა თქმა უნდა მე ოჯახთან ერთად, თუმცა რაღაც პერიოდისგან ნუ ჩაენაცვლა ახლა ვარ ოჯახში, მე მუშაობ ხვალ და უშუალოდ რადიოში, თუმცა რაღაცა ისეთ დროს წავალ. და ოჯახთან ერთად შევხვდები ახალ წელს. მე მომენატრა ახალი წლის შეხვედრა სტუდიაში. მართლა? კი, არია ეს ნოსტალგია არის. კი, ამას გაიგებს. ხო, მე ძალიან კარგი ვიღაცა იფიქრებს, გაბძანდი გარეთ და გარეთ შევხვდი. არა, მე ვამბობ სტუდიაში. კი, ძალიან კარგად მესმის ნინო, აი ძალიან კარგად. ეს არის ნოსტალგია და აი ამას ჩვენ განვიცდით. კი, აი რაღაცას პროფესიონალურად განვიცდით ამას. მაგრამ თუმცა რა ჯობია იმას, როდესაც შენს ოჯახში ხვდები ახალ წელს შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად ოჯახში. ვის რა ინატრება ეგ მომენტია. კი ბატონო. კარგი და რაც შეეხება წითელ ფერს, მინდა გითხრათ ძალიან ერთება და ეს წამყვანი ფერია ახლა 2026. წვანეც კი, მაგრამ წითელია პირველი. ორივე ქალბატონი ფანტასტიკურად გამოიყურებით მინდა. მე და ნინო ერთად მუშაობთ, ხო ნინო მეორე ახზე და მე პირველ ახზე ვიყავი და მუსიკალურ რედაქციაში და ძალიან ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს იქ დერეფნებშიც, სტუდიებშიც და იცი, ისე გამახსენა ის პერიოდი ნინოს დანახვამ და ძალიან მიხარია ხა ნინოსთან რო ვართ. მეც ასევე ძალიან დიდი მადლობა და ეხლა რაც შეეხება სტუდიას, რა თქმა უნდა, ამას უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბავშვებთან მუშაობა მე მგონი ძალიან დიდი ბედნიერება. ეგ კიდევ სხვა რაღაცა. გვიანბეთ თქვენ სტუდიაზე თქვენს ბავშვებს. იგი, აბა შენ მოგ. ინგას უკვე რამდენი ხანია 35 წელი. მე უკვე ძალიან თაობები გავზარდე ასე ბავშვების, მაგრამ ახლა გავაკეთეთ უკვე 3 წელი. ხშირად მეუნებოდა ინგა, ხშირად მეუნებოდა რომ შემომიერთდი, სულ ვიყავი, ანუ წინააღმდეგი, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან ეს არ არის ბიზნესი, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას იღებ, ესე ვთქვათ, ბავშვებთან გაქვს პასუხისმგებლობა პირველ რიგში, ის ბავშვები უნდა აღზარდო, ნუ მეტნაკლებად, იმიტომ რომ მაინც ესე ვთქვათ, მის მონაცემზე არის ძალიან ბევრი და ის როგორ წამოყვება ბავშვი, ხო, კონკრეტულად. და ჩამოუყალიბო, გემოვნება, გემოვნება, რაც მთავარია და ჩემი გადმოსახედით ყოველთვის ესე იყო და რაც აი ამ სტუდიაში გვაქვს
აქვს და ეს მიხარია ძალიან. ჩემი გადმოსახედით იყო რომ მაქსიმალურად თითოეულ მათგანს უნდა მიქცეოდა ისეთი განსაკუთრებული ყურადღება და არ უნდა ყოფილიყო ესე რომ რაღაც პირობითად 30 ბავშვს 40 ბავშვს ესე დააყენებ და ერთხმაში ამღერებ და რაღაცა ანუ აბსოლუტურად რაც სხვა მექანიზმი უნდა ყოფილიყო და ყოველთვის ვამბობდი უარს, იმიტომ რომ ძალიან შრომატევადი ამბავი არის თან იგას რომელსაც ესე ვთქვათ ყავდა ესე ვთქვათ სხვადასხვა რაოდენობის ბავშვი, მაგრამ ცდილობდა რომ მაქსიმალურად მეტი არ მიეღო, იმიტომ რომ ყურადღება გაემახვილებინა. დღეს საკმაოდ ისეთი მძლავრი სტუდია ვართ, მინდა ვთქვა. ასე იგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია. იგას და გიგის საბავშვო მუსიკალური სტუდია და ბედნიერი ვარ იმით ნინო რომ ესე ვთქვათ თითოეულ ბავშვს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება, თითოეულ ბავშვს აქვს თავისი ინდივიდუალური სოლო ნომერი, ამდენ ბავშვი წარმოიდგინეთ და თითოეულ ბავშვს აქვს აი ეს ნიუანსებზეც კი მიდის მუშაობა და ამას ყველაფერს ვასწრებთ მიუხედავად იმისა რომ ორივე ძალიან ისეთი რთული გრაფიკი გვაქვს. და ისიც მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ ახლა ხანს ჩავატარეთ წინა საახალწლო საშობაო კონცერტი, სოლო კონცერტი ჩვენი სტუდიის კულტურის ცენტრ მუზაში და ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო და ძალიან კარგად ჩატარდა, კარგი რეპერტუარით, საახალწლო რეპერტუარით განწყობით და კიდევ 6 იანვარს გვაქვს რესპუბლიკის მოედანზე ჩვენი სტუდიის კონცერტი. ასე რომ ძალიან დატვირთულები ვართ და ძალიან რაღაცებით უკმაყოფილო ვარ, ანუ ეგეთი ტიპი ვარ მე ზოგადად, რომ რაღაც მაქსიმალისტი ვარ. ყველაფერს. არა, უფრო მეტად რო შევხედავ, ხო, ბავშვები ძალიან კმაყოფილი ვარ, ბავშვები ძალიან კმაყოფილი ვარ. ინგას და ჩემი ნამუშევრით იმ კონკრეტულ ვითარებაში, მაგრამ რაღაცები რაც დამაკლდა, აი ძალიან მინდა რომ შემდეგ იმაზე გქონდეს გათვალისწინებული, რა მეტი შოუ, მეტი ესე ვთქვათ დადგმა და ასე შემდეგ, მეტი თეატრალური, მე პროფესიით მსახიობი ვარ და შესაბამისად ანუ ძალიან მინდა, ძალიან მიყვარს მიუზიკლის სისტემა და ასე შემდეგ. და ყველა ნომერი დადგმული რომ იყოს აი ასე. და ნახე აი მე შემდეგი უკვე იქნება რა თქმა უნდა იმ ლაფსუსების გათვალისწინებით უკეთესი, იმიტომ რომ ხედავ რა გაკლია. თუ არ გააკეთე, ხო? და თუნდაც ვინ საქმეს აკეთებს, ის მოდი ესე ვთქვათ, უშვებს შეცდომას. ანუ შეცდომაში გულისხმობ რა დაგაკლდა, ხო? ეს არის სწორი. ეს არის. შეცდომა უნდა დაუშვეს, ეს შეცდომას თუ უშვებ, ესე იგი ბევრს მუშაობს, კარგია თორე. ის მე რაღაც გამოგჭა, მით შეავსო მე. და სულ მზარდი უნდა იყოს, ხო, ყველაფერი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ უნდა გაჩერდა ერთი მას. კი და აი ბავშვებთან მუშაობთ და მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ზოგადად მშობლებს, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იმღერონ, მით უმეტეს ახლა ქართველები მომღერალიერი ვართ, მე მაგალითად ვერ მღერი, გულში მღერი. ხო და ნუ არ გამოვიდა ჩემგან, თუმცა მაგრამ კარგი მსმენელი და ნინო, გინდოდათ ისე? ბავშვობაში არ მინდოდა. ფორტეპიანო? აი ფორტეპიანო სოლფეჯიოს გამოვაყვანია დედას მუსიკალურიდან თავი და ნუ მოკლედ ეს ცალკე ისტორია ხა ამის დრო არ არის. დედა თვითონ მუსიკოსი არაჩვეულებრივი და მე ანუ ნახეთ, თუმცა რიტმი შეგრძნება მაქვს ცეკვა, ასე შემდეგ ყური მაგკარგი ეს დედის სამსახურება, მაგრამ მე ეხლა უკვე რა თქმა უნდა გული მწყდება. ხო, მაგ და რას მოვაყოლე ხა ეს გული რომ წყდება, მე მინდოდა რომ ჩემ შვილებს ემღერათ. ანუ რისი დაუშვათ არ მოხდა რეალიზება ადამიანში, მე რომ და შვილებს. თუმცა ნუ არ გამოვიდა ეს ამბავი და ძალიან მალე ჩავეხსენით, იმიტომ რომ დრო არ უნდა დამეკარგა და ჩემ შვილებს რაც რის ნიჭიც ჰქონდა ის განუვითარდა. იმ შემთხვევაში თუ ხედავთ რომ დავუშვათ ბავშვს არ აქვს რაღაც განსაკუთრებული მონაცემი, რასაკეთებ? თუ არ აქვს ისეთი ეხლა ამაზე აი მე შემიძლია ვთქვა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე და კი ძალიან კარგი კითხვაა და ამდენი წელი რომ ვიმუშავე ბავშვებთან აი ამას მივაგენი და მივხვდი რომ ესე იგი სმენას უნდა განვითარება მუშაობაში ძალიან ბევრი უნდა იმუშაო ასეთ ბავშვებთან არ არსებობს უსმენო ადამიანი ხო ეს ვიცი რომ უნდა განვითარდეს ეს მოდის სისტემატიური მუშაობის შემდეგ და შედეგი არის მაშინ დგება შედეგი და აუცილებლად ჩვენ არ გქონია ესეთი პრაქტიკა რომ მე პირადად იმიტომ რომ მე უფრო დიდი ხანია მუშაობ ბავშვებთან და ვიცი უკვე რომ ბევრი უნდა იმუშაო აი ასეთ ცოტა ნაკლებ სმენიან ბავშვთან და მუშაობაში უკვე ის იზრდება და უყალიბდება ეს სმენაც ჩამოუყალიბდება და გემოვნებაც რა თქმა უნდა თუ სწორი გზით მიყავს პედაგოგს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში და ამავე დროს ბავშვის და მშობლის მონდომებას ანუ მათი მონდომების და ჩართულობას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა ჩემ შულს არაფერი არ გამოუვარ არა ეს არაფრით არ შეიძლება
ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ ნებისმიერ საქმეში, რომელიც მოწონს და უყვარს, განვითარდეს. დღეს რომ მომინდეს და ესე მიყვარდეს, შეიძლება ხო კეისი გამოვიდა, ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით და ახლა რა თქმა უნდა, თუნდაც სიმღერის ჩაწერა პრობლემა არ არის. მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა რა შეეხება სიმღერას, ხო, შესაძლებელია, თუ ოღონდ ბავშვმაც უნდა მოინდომოს და არ დაეზაროს. თუმცა 90%-ზე მეტი პროცენტი იქიდან არ გამოვა, არც მომღერალი, არც მუსიკოსი, მაგრამ არც არის აუცილებელი უთკბილესი მოგონებები, ჩანაწერები, გადაღებული ვერსიები, ხო? ჩემთვის მაინც რომ სამღეროდე თორე ახლა სცენაზე შულს ანახებდით თქვენი ბავშვობის დროინდელი მას ხო ჩანაწერს, თქვენც იგივე, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ის რაც ბავშვებს უხალისებს ბავშვობას. ცხოვრებას. კარგი დამასობაში საეთერო დრო ძალიან სწრაფად გარბის და ანუ რაც შეეხება სიმღერის პრემიერას ახალ წელს, რადიო პრემიერა ჩვენთან შედგება და ამ სიმღერაზეც რო გვითხრათ და მე ჩვენს ვენოს და მაყურებელს დავუყურებთ ჩემ მეგობარს მიხეილ კახიანს, უნიჭიერესი მუსიკოსი არის დღეს სხვა მიმართულებით არის აბსოლუტურად სხვა მუსიკას აკეთებს. გახსოვთ MK? კი ბატონო. გამახსენდა? უბრალოდ დღევანდელ დღეს აბსოლუტურად სხვა სისტემაზე გადაერთო, მისი ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი სიმღერა არის და რაც თავარია ჩვენი სტუდიის ბავშვებთან ერთად ჩავწერეთ და გავაკეთეთ ეს სიმღერა და დღეს იქნება ზუსტად აი ამ ვერსიის რადიო პრემიერა და რაც შეეხება სტუდიის ბავშვებს ვულოცავ ახალ წელს ყველა ბავშვს და არა მარტო ბავშვს თქვენ რა თქმა უნდა 2026 წელი ფეხბედნიერი ყოფილიყოს და წარმატებული თქვენი სურვილების ასრულება და ძალიან ბევრი ახალი სიმღერა მინდა რომ შეასრულოთ გვაჩუქოთ და ეს არაჩვეულებრივი დედაშვილი სულ იყოთ სცენაზე. დიდი მადლობა ნინო, თქვენს გილოცავთ, თქვენ საუკეთესო გუნდს ულოცავთ. დამდეგშობა ახალ წელს და ბედნიერი და რა ვიცი, ბედნიერები გამყოფოთ ღმერთმა. დიდი მადლობა ინგა ბერაძე მომღერალი და გიგი გეგელაშვილი მუსიკოსი იყვნენ ჩვენთან და ჩვენ გიტოვებთ არაჩვეულებრივ სიმღერას, უბრალოდ ისინი გიტოვებენ. სიმღერის რადიო პრემიერა ახალ წელს. დროებით მალე დაგიბრუნდებით. ნახავთ.